აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროსა და კონტროლს დაქვემდებარებული დაწესებულებების 2024 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. დავით მორგოშიას განცხადებით სამინისტრომ საანგარიშო პერიოდში განახორციელა ძირითადი პროგრამები და ქვეპროგრამები, როგორიცაა განათლების ხელშეწყობის, აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის, წარმატებულ ხელოვანთა და სპორტსმენთა მხარდაჭერის კულტურულ ფასეულობათა დაცვის, ასევე ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პროგრამები. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების, წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის, არზაყან ემხვარის, ჟიული შარტავას, თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიას, მიხეილ ჭინჭარაძისა და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების, ასევე ონლაინ საკვირაო სკოლის, პროფესიული უნარების განვითარების და სხვა მხარდამჭერი ქვეპროგრამების ეფექტური განხორციელების შესახებ. მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამუშაო გეგმა სრულიად იქნება ორიენტირებული ქართულ-აფხაზურ საზოგადოებაში განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით აფხაზეთის თემატიკის წინ წამოწევასა და გაძლიერებაზე. ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათის ფორმატში გაიმართა დღეს ჩემი შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ 9 თვის ანგარიშზე, დადებითად შეაფასეს ჩემი გუნდის მუშაობა. ასევე დავსახეთ სამომავლო გეგმები, ვისაუბრეთ აღნიშნულ მიმართულებებზე. განათლება ყველაზე მაღალი დონის პრიორიტეტად რჩება, ასევე არ ვივიწყებთ კულტურას და სპორტს. ჩემმა კოლეგებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ბატონ მინისტრს აქვს სრულიად ახალი თანამედროვეობაზე მორგებული ხედვები ყველა მიმართულებით და ის ძალიან ენერგიულად ცდილობს აი ამ თავისი ახალი ხედვების განხორციელებას, რეალიზებას სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების მეშვეობით. აი ყველაზე მეტად ჩვენ ეს მოგვეწონა ბატონ მინისტრის მოხსენებაში და იმედი გვაქვს, რომ ის აი ამ თავის ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებს. განათლება, კულტურა, მოგეხსენებათ, მithumetes ოკუპირებულ ტერიტორიაზე როცა არის საუბარი, იქ უამრავი პრობლემა არსებობს კიდევ დამატებით და ყველაფერ ამას მართლაც ახლებური ხედვა და ახლებური მიდგომები ჭირდება,